სამი მდგომარეობა მეგობრებო, რომელიც აფერხებს დამოკიდებული ადამიანის გამოჯამთელებას. პირველი ეს არის იმედი. იმედი არის მეგობრებო მდგომარეობა, როდესაც შენი წილი პასუხისმგებლობა მაგ სიტუაციაში, მაგ მოვლენაში, არ არის და არც იღებ. იმედი არის, როდესაც ვიღაცის იმედზე ხარ, რომ პრობლემას მოგიგვარებს, ან ღმერთის იმედზე ხარ, მაღალი ძალის იმედზე ხარ, მაგრამ შენი როლი, შენი წილ პასუხისმგებლობას მაგ მოვლენაში ვერ გრძნობ. ამიტომ იმედს ყოველთვის ჯობია მეგობარო რწმენა და რწმენა საკუთარი თავის, რომ რაღაც კონკრეტული ქცევის შეცვლა, კონკრეტული ნარკოტიკის სასმელის გადაგდება შეგიძლია. მეორე მეგობრებო, მეორე მდგომარეობა რაც არის, ეს არის ამპარტავნება, როდესაც ადამიანს ცხვენია თითქოს თავისი დაავადების, დამოკიდებულების და ამას მალავს, ცდილობს თვითონ მოაგვაროს თვითნებურად და უფრო იზიანებს საკუთარ თავსაც და მის ოჯახსაც უფრო აზიანებს, თუნდაც ფინანსურად, ემოციურად. მეგობარო, არ არის სირცხვილი თუ გჭირს დაავადება, დამოკიდებულება. სირცხვილი ის უფრო არის და ალბათ დამეთანხმები, რასაც დაავადება გაკეთებინებს, ხო? თუნდაც თავს გამცირებინებს რაღაც 20 და 30 ლარის ქსინის ფულის გამო რომ ვიღაცას ეხვეწები, თავს გამცირებინებს სადღაც ლომბარდის პატარა ფანჯარასთან რომ ვიღაცას ეხვეწები 50 ლარი დამიმატე და მოკლედ ნებისმიერი უმართავი ქცევა, რასაც გაკეთებინებს დამოკიდებულება, თვლი რომ ის უფრო ჭყალებში უბრალოდ ეხავს, ვიდრე იმის აღიარება რომ დაავადებული ხარ და გჭირდება დახმარება. ამიტომ საერთოდ არ არის სამარცხვინო, პირიქით მეგობარო, ჭირდება გამბედაობა და ჩემი პატივისცემა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია დღეს ითხოვოს დახმარება და გადადგას პირველი ნაბიჯი. და მესამე მეგობრებო, რაც აფერხებს დამოკიდებულ ადამიანს გამოჯამთელებაში, ეს არის პროკრასტინაცია. პროკრასტინაცია არის იგივე მეხვალიეობა, ანუ გადადება, რომ ხვალ დავიწყებ, ორშაბათს დავიწყებ, თვის ბოლოს დავიწყებ, აი შენ სიცოცხლეს ვიწევარ, ეხლა ამ საქმეებს დავალაგებ და მერე მივხედავ, ვალს გადავიხდი. მეგობრებო, ყოველთვის გამოგინახავთ თქვენი დაავადება ახალ მიზეზებს, რატო უნდა მოიხმაროთ ნარკოტიკი, რატო უნდა დალიოთ და რატო უნდა ითამაშოთ. ამიტომ არსებობს ეგეთი გამოთქმაც, მოქმედებთ დღეს და არა ორშაბათს, იმიტომ რომ ყოველი გადადებული ორშაბათი მერწმუნეთ ის ორშაბათი დღე რო დადგება, ყოველთვის გეტყვით თქვენი დაავადება, რომ მოდი სამშაბათს დავიწყოთ. ამიტომ მეგობრებო, თუ დღეს გაფერხებთ რაღაცეები თქვენს გამოჯამთელებას რომ დაიწყოთ, გადახედეთ, ხუ არ ხართ ამ სამდგომარეობაში, ხუ არ ხართ მხოლოდ ვიღაცის იმედზე, ხუ არ ხართ ამ პარტავნებაში, რომ არ აღიარებ და თითქოს ცხენია თქვენი დაავადების და ხუ არ გაქვთ, ხუ არ ხართ პროკრასტინაციაში, ანუ ხუ არ ხართ ისე გადადებაში, ხვალ დავიწყებ, ეგ დავიწყებ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა რომ ისმედით, მე ყველას გისურვებთ მშვიდ და პოზიტიურ ღამეს.